შუა დღემშვიდობისა, მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში, გადაცემა ინტერაქტივია, მე შორენა ჭიაურელი ვარ. 557-92-95-88 შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში თქვენც პირდაპირ ეთერში საკუთარი აზრი გამოთქვათ, ვისაუბრებთ დემოგრაფიაზე, დაბალ შობადობაზე, მოსახლეობის შემცირებაზე. საინტერესოა თქვენი პოზიცია, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანა, როცა ადამიანები საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ საკუთარ ქვეყანაში, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ დიახ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენ ამ მიმართულებით გაამახვილოთ ყურადღება. დემოგრაფია ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძიმე საკითხია ჩვენს ქვეყანაში. თავად დემოგრაფების პოზიციაც იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ტოვებს ქვეყანას და სხვა ქვეყანაში მიდის, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ სოციალური თვალსაზრისით საკუთარი ოჯახი დააკმაყოფილოს. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში აღარ იყოს? ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ადამიანები უკეთესი ცხოვრების ძიებაში მიდიან, მაგრამ მართლა არჩევანია ეს თუ იძულება, რომელსაც უბრალოდ ლამას სახელს ვარქმევთ ხოლმე. სხვათა შორის ძალიან ბევრს წარმოუდგენია, რომ თუ ქვეყნის იქეთ, ანუ სხვა ქვეყანაშია ესა თუ ის ადამიანი, ის უკვე შეძლებულია და სულ სხვა თვალით უყურებს ხოლმე საქართველოში დარჩენილი ადამიანები. ამ კუთხით როგორია თქვენი შეფასება, თქვენი თვალით დანახული რეალობა? ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ თქვენი დამოკიდებულება, მაყურებელი ხაზზე გვყავს, გამარჯობათ. გამარჯობათ, დაუწიეთ ტელევიზორს თუ შეიძლება და ჩვენ გისმენთ. გამარჯობათ. დიახ. როგორ ჩანდება? სამწუხაროდ არ მისმის, ქალბატონო, დაუწიეთ ტელევიზორს, სამწუხაროდ. კარგით, გაითიშა, მაყურებლის ზარი, იქნებ დაგვირეკოთ თავიდან. გთხოვთ დაუწიოთ ტელევიზორს და პრობლემას შემოხვალთ პირდაპირ ეთერში. ეკონომიკა თითქოს იზრდება, ციფრები უმჯობესდება, მაგრამ ჩნდება ისევ მთავარი კითხვა, ეს ზრდა ვის ეხება რეალურად ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ თუ მხოლოდ ანგარიშებს და სტატისტიკას. ამ მიმართულებითაც ბევრჯერ ჩაგვიშლია ეს საკითხი, ამიტომ შეგვიძლია კვლავ გავცვალოთ აზრი. მოგესალმებით. გამარჯობა. შუა დღემშვიდობისა, შორენა ძემაცვალი. დიახ, მოგესალმებით. რა უნდა შეცვალოს ჩვენმა მთავრობამ, მათ საყურადღებოდ ვამბობ. გადადგოს ხელფასები, მოტივაცია მისცეს მოსახლეობას, ახალგაზრდობას, რომ არ წავიდნენ არსად და დასაქმდნენ არც. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობას უნდა მიაქციონ ყურადღება და აღარ წავა, სოფელი აღარ დაიცნება. მეორე. მოუმატოს პენსიები პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანებს. უფრო პატივი ექნება ჩვენს მთავრობას და არა მარტო იმის ტრაბახი, რომ ჩვენ ეკონომიკას ვდით, დადიან აქეთიკი ჩალვა პაპუაშვილი ყობახიძე და ჩვენ აი ამ მიხსელებში ვართ, ისეთ მიხსელებში და თვითონ ნამდვილად არიან. ჩვენ ამას ვხედავთ მოსახლეობა, მაგრამ ჩვენ ჯიბეზე არაფერი არ აისახება. თუ ესეთი მაგარი ეკონომიკა გვაქვს და იზრდება, რატომ არ იზრდება პენსიები 70-მდე რომ დაწყდეს და 70-ის მაღლა? გამარჯვეთ ერთი, რატომ არ იზრდება მთავრობას მივაჩავ. გაუსაძრის პირობებში ვარ, აი ვარსებობს რო იწვია პენსიონერები. არა შეგვიძლია კიდე დარჩენა რო გიდათ. არავის არ უნდა თქვენაირი ხელისუფალი, მარტო თქვენ თავებზე რომ ზმურავთ. მადლობა თქვენი ზარისთვის. ვივარაუდოთ, რომ არჩევნების წინ აუცილებლად იქნება დაპირება, ალბათ პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად იქნება ეს სისრულეში მოყვანილი, ეს კიდევ მეორე საკითხია. მადლობა თქვენ ქალბატონო ზარისთვის. 557-88-95-88 საუბრობთ დემოგრაფიაზე, შობადობაზე, მიგრანტებზე მათ შორის, როგორია თქვენი აზრი. ჩვენ ხშირად ვაუბრობთ რიცხვებზე, რამდენი ადამიანი წავიდა, რამდენი დარჩა, რამდენი დაიბადა, მაგრამ ამ ციფრების უკან ადამიანები დგანან თავიანთი შიშებით, იმედებით, არჩევანით, ალბათ დამეთანხმებით თქვენც. როგორია თქვენი პოზიცია პირდაპირ ეთერში მაყურებელს შეუძლია დაიწყოს საუბარი, გამარჯობათ. მოგესალმებით, ჩემო ლამაზო, სორენა. გამარჯობათ. ეს არის აღებული აქ ცენტრალობას ევროპული კურსი. ევროპული კურსი ასეთია.
მართავს მსოფლიო მასონური სისტემა მართავს მსოფლიო. აქედან გამომდინარე არაფერი არ შეიცვლება. აი ქალბატონმა რო ჩამოთვალა ეს გააკეთოს ის ქალბატონო არაფერს არ გააკეთებს ეს მთავრობა. მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული მთავრობა რომელიც მოვა აიცემს ეროვნულ კურსს. აი მაშინ ეშველება ქვეყანას. გმადლობთ მოსმენისათვის. თქვენც მადლობა ზარისთვის. როდესაც ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ის მხოლოდ სამსახურს არ ეძებს, ის ეძებს ღირსეულ ცხოვრებას, სტაბილურობას, ასევე პროგნოზირებად მომავალს. და თუ ეს აქ ვერ იპოვა, ანუ საკუთარ სამშობლოში, მაშინ წასვლა აღარ არის უბრალოდ სურვილი, ეს ხდება საჭირო, ეს არის უკვე აუცილებელი გადარჩენისთვის. და სწორედ აქ ჩნდება მთავარი წინააღმდეგობა, თუ ქვეყანა ვერ ქმნის პირობებს ადამიანისთვის, როგორ უნდა ელოდოს რომ ეს ადამიანი დარჩება და აქ კიდევ ჩნდება ერთი მკითხვა სახელმწიფოს მხრიდან რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის რომ თავად საკუთარ ქვეყანაში შეძლოს დაასაქმოს სათანადოდ კონკრეტული პირი ეკონომიკა სოციალური გარემო განათლება ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და საბოლოოდ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკის ან სტატისტიკის საკითხი ეს არის თითოეული ადამიანის ყოველდღიური არჩევანი დარჩეს თუ წავიდეს სხვა ქვეყანაში ბედის აძიებლად. პირდაპირ ეთერში მაყურებელია კვლავ გამარჯობათ. გამარჯობა შორენა. დიახ. მე გუშინ წინას დაგიკავშირდი. მე თქვენია თემდურები ციო. აი უბრალოდ გააგებინეთ თელ თავრობა. თქვენ თვითონ ლაპარაკობთ სოფლის მეურნეობაში რომ სოფელში დაბრუნდეს ხალხი ჩავდოს ფულიო. კი ბატონო მე თქვენ რომ მომცე უპროცენტო აი თქვენი ჯიბიდან $20,000 თქვა რა. მე მოვიყვან ის პამიდორ ბადრიჯა ეზოს მივხვდავ გავამწადე ჯავას სოფელში აბალახებულია მაგრამ აბა დააკვირდით თქვენ აბა თურქების ეკონომიკაში დებენ ფულს და მოვიყვან ტიტრი პამიდორი და 5% ფული მომეწე მე იმის დაბრუნების შანსი წარმა თურქული კიტი და პამიდორი და ყველაფერი არაბია თურქული აი ხდებით სადაბალახობას აქ შედა თურქეთი არაფერს არ შეგატოინეს აი მორიყვანე გიდა კიტრისკადე გიდა პანიდო ეს ზეთი ნედლეუსუ შეგატოინე აზერბაიჯანი აკეთებდნენ სოფხეთი აკეთებდნენ რუსეთთან გაფთურებულია შესვლა და შიდა ბაზარი ოცნება ამოგვაქვს ობოთ გამბაჭება ნახოთ ის ბრაბების პროცესი რომ კაცი რომ განაბა Gandhi getrafneba ayda gautiye varaud. Tole Adriana kreditebit mitema. Traktoribit mitema, traktoribit mitema zorota. Შეში და ბაზარი დაკრობილია ყვა. კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. და 557-88-58 გვირეკავთ. საუბრობთ დემოგრაფიაზე, შობადობაზე, მიგრაციაზე, სოციალურ პრობლემებზე. თქვენ იცით, რომ მიგრაცია არ არის ახალი მოვლენა ნამდვილად, მაგრამ დღეს ის უფრო მასშტაბურ და სისტემურ ხასიათს იღებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქვეყანას ტოვებს ყველაზე აქტიური ასევე შრომის უნარიანი და განათლებული ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული გამოწვევა, ეს პირდაპირ ეხება ეკონომიკას, შრომის ბაზარს და ქვეყნის მომავალ შესაძლებლობას, რაც ძალიან არასასიამოვნოა ჩვენი ქვეყნისთვის. მოგესალმებით, გისმენთ თქვენც. გამარჯობა. ერი საფერმა გამრავლეს. იჭერი გაგიძულია. ტრაქტორი არ არის. ყველაფერი გაგიძულია. საიდან გამრავლეს? ერშუნა ყურადღების მიქცევა. თუ მოვა ეროვნული საუბარია მოახერხე. ყურადღება. ის აფერგამო. მადლობა თქვენ ძარისთვის 557-88-58 მორიგ მაყურებელს შეგიძლიათ აგვირეკოთ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ თქვენ როგორ ფიქრობთ რა უნდა შეიცვალოს იმისთვის რომ მაგალითად არ დატოვოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს და არ წავიდეს სხვა ქვეყანაში მაგალითად სამსახურის აძიებლად
რა ღონისძიებები უნდა იქნას ამისთვის გატარებული სახელმწიფოს მხრიდან. დემოგრაფიული სურათი სულ უფრო რთულდება, შობადობის შემცირება, მოსახლეობის ხანში შესვლა და ასევე რეგიონების დაცვა უკვე რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ და აქ ჩდება კვლავ ისევ ის მთავარი კითხვა თუ რას თავაზობს ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს. არის თუ არა აქ ისეთი გარემო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ არა მხოლოდ არსებობა, არამედ განვითარება, საკუთარი პოტენციალის, ასე ვთქვათ, რეალიზება და მომავლის დაგეგმა. შეგიძლიათ ისაუბროთ ამ კუთხით, ეკონომიკური ზრდა თავისთავად საკმარისი არ არის, თუ ის არ აისახება ასევე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხელფასებზე, დასაქმებაზე, სოციალურ დაცვაზე, განათლების ხარისხზე, საქსტატის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული არაერთი სტატისტიკური მონაცემები, ციფრები, რომელიც შემოგვითავაზებია ჩვენ თქვენთვის, მათი მხრიდან რა თქმა უნდა გავრცელებული კვლევის შედეგად, რომ მაგალითად ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო საშუალო დონეზეა, ის ციფრები, რომელიც იყო მაგალითად ეკონომიკური ზრდა 5-7%, მახსოვს ძალიან კარგად, რომ საზოგადოებაში გარკვეული აგრესიაც კი გამოიწვია, რომ თუ არის ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ რატომ არ არის ეს შესამჩნევი და რატომ საუბრობთ ასე აქტიურად მაგალითად მიგრაციაზე, რატომ საუბრობთ ასე აქტიურად დემოგრაფიულ პრობლემებზე ჩვენს ქვეყანაზე და ქვეყანაში და ასე შემდეგ. მაყურებელს უსმენთ, მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. რას დემოგრაფიულზეა ლაპარაკი? თვითონ სასწავლო წიგნი ვრაღი. სკოლაში არ არის დაყენებული სასწავლო პროგრამა, რომ მასწავლებლებმა ნახევარზე მეტი უწოდინრები არიან. ყველა მშობელს აქვს იმის სათვალებო, რომ რეპეტიტორთან ატაროს წიგნი. რა ეს თვითონ სასწავლო დიახ, კი ბატონო, მესმის სრულიად რეპეტიტორთან სწავლა და სიარული ეს კიდევ ერთი ცალკე საკითხია, რომელიც არის ძალიან ბევრი ოჯახი, ვინც ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, რომ აბიტურიენტს მისცეს შესაძლებლობა, რომ ამა თუ რეპეტიტორთან გაიაროს სხვადასხვა საგნის სწავლება უფრო დეტალურად, რომელიც უკვე საგამოცდოდ გამოადგება და რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი ის ბიძგი, რომ ადამიანები ტოვებენ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის, მე ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნე, საკუთარ ქვეყანას და რაში ხედავთ გამოსავალს, სწორედ ამ შინაარსით, ამ თემატიკით შეგიძლიათ ისაუბროთ. პირდაპირ ეთერში უსმენ მაყურებელს, გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ, დიახ. გამარჯობა. უბრალოდ შემოკარგო გოგონა, შემოკარგო ახალგაზრდა. ეკიდე მიდან გიხსნათ. რომი დემოგრაფიაზე მუშაობთ, როდესაც მიქი ასეთი ინციდენტი მოხდა, აფხაზეთიდან ტოლი ცხოვრობდა განმავლობაში და შემდეგ გადავიდა ჩასწორდა რუსეთში. კლების განმავლობაში ყველა მაგნიტურა როგორც ისეთი ასევე საქართველოს. ნიღო შეხედინება რომ ამადან რისკინო ჩამოსულიყო საქართველოში და გამოვიდა მივიდა და მოხდა გასაუბრება. გასაუბრის შედეგი ასეთი იყო. აღარ მისცეს ორმაგი მოქალაქეობის უფლება. ათო დახოტავდით მართველები, თამათ აფხაზეთი, ადანტოლივი. შენ. შევინარჩუნეთ ასე დემოგრაფიას, ასე გავძლიერდები, გამრავლდები, არ მგონია. დიახ, კარგით, თქვენი პოზიციაც გასაგებია, მადლობა. და თქვენ როგორ შეაფასებდით დემოგრაფიულ მდგომარეობას, არის თუ არა მიგრაცია დღეს უფრო ეკონომიკური აუცილებლობა თუ უკვე სისტემური პრობლემის შედეგი, რომელსაც ქვეყანა ვერ აგვარებს, ველოდებით მაყურებელს 555-95-88-88-ზე, რომელიც დაგვიკავშირდება როგორც ტელემაყურებელი, ასევე რადიო მსმენელი, რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე, ვინც გვისმენთ. ბატონი აზორი თოთაძეს საუბრიდან არაერთხელ მომიყვანია მეც მაგალითის სახით, რომელიც ამბობს, რომ 2050 წლისთვის ნამდვილად სავალალო მდგომარეობა იქნება დემოგრაფიული კუთხით ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. როგორ წარმოგიდგენიათ, ფიქრობთ თუ არა, რომ სახელმწიფო ამ კუთხით აქტიურადაა ჩართული და
და ასევე შედეგზეა ორიენტირებული. კი, მესმის ახლა ეს კითხვა უკვე ფაქტობრივად პასუხიც გასაგებია, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მსგავსი კითხვა დავუსვათ ჩვენს მაყურებელს, რადგან გავცვალოთ აზრი, ვიმსჯელოთ და ღიად საჯაროდ განვეხილოთ ის საკითხი, რომელიც ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, გერაცალი, გამარჯობა. რა არის იცი? აი ახლა როგორ უყურებს მეტი ეკავს პენსიონ. პენსიონერი სამ წლის კაცი ვარ. დიახ. ის დიახ, მესმის ისაუბრეთ. და უბრალოდ ერთი რა არის? მე ამის წინ დავრეკე და ვთქვი რომ მოდი არ გვინდა ეს პოლიტიკანობა ჩვენ ეს პენსიონერ ხალხი ჩამოვაყალიბოთ პენსიონერთა საზოგადოება და იმათ ჩვენზე იზურებს იმათ მივიცეთ ხმა 800,000 ცოტა არ არის პენსიონერი და ამის წინ მე თქვენთან არა დავრეკე აღარ მახსოვს ვინ იყო ჩემი ტელეფონის ნომერიც დავტოვე იმიტომ რომ მე ძალიან ბევრთან უკვე საუბარი მქონდა და ეს აზრი მოწონთ ყველას ვისაც ველაპარაკე როგორ შეიძლება 401 წამალი ღირს მარტო ავანტყოფი ადამიანისთვის 400 ლარი 370 ლარს გვაძლევენ კი, სრულიად გეთანხმებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად მიზერულია პენსიონერებისთვის, გეთანხმებით. კი, თუმცა ისიც აღნიშნოთ, რომ ასაკის მიხედვით, ასევე მაღალმთიან რაიონში, როგორც ვიცი, განსხვავებულია ეს დახმარება, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში იმდენად მცირე არის ეს დახმარება პენსიონერისთვის, რომ შეუძლებელია მინიმალურად მაინც მოხდეს ხელშეწყობა ამ ადამიანებისთვის. გმადლობთ თქვენ ძალისთვის. 557-88-55-88, ვინც ახლა შემოგვიერთდა და განსაკუთრებით მოგმართავთ თქვენ, საუბრობთ დემოგრაფიაზე, შობადობაზე, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში, მიგრაცია მათ შორის. თან ხვდებით, რომ დემოგრაფიული პრობლემები უკვე შედეგია, არა მიზეზი და ნაკლები დაბადება, მეტი წასვლა და ასევე ნაკლები დაბრუნება. ეს ყველაფერი ქმნის ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ართულებს მოცემულობას და რთულ გამოწვევად რჩება. და საბოლოოდ ვდგებით რეალობის წინაშე, თუ ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს, აქ მაშინ როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყნის მომავალი ერთად და თქვენ იცით, რომ ქვეყნის აშენებასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გვსმენია სხვადასხვა სახის დაპირება, ინიციატივა და ასე შემდეგ. თუმცა საბოლოოდ შედეგზე ვართ თუ არა ორიენტირებული, ეს კიდევ ის საკითხია, რაზეც ჩვენ ახლაც კი გვიწევს მსჯელობა და საუბარი. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, გამარჯობათ. მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. გისმენთ. აი, კითხვა არა. კითხვა, ხო, დღევანდელი მდგომარეობა და რამ გამოიწვია. თვითონ რატო არის ტელევიზიაში. ეს ხალხი გაუგებდა შევარდნაძემ. კერიყო და ეს ფულები როიტყვიან, აფიორე გააკეთა, მეორეც ეგეთი კაცები სპეციალურად გაუგებდა ეს ხალხი და გააქცევდა. ემიგრაციაში გვართავდნენ, რა უნდა ჩაბუნოთ? დიახ, ანუ კი თქვენ შევარდნაძის ფაქტორზე საუბრობთ, შემდგომ სააკაშვილის ფაქტორი, ახლა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, საბოლოოდ ამ ხალხის და უმუშავრობა ყველაფერი და გააქციეს ხალხი, ეგრე არ არის. გასაგებია თქვენი აზრით, გმადლობთ ზარისთვის. ფაქტად რჩება, რომ ის პრობლემა, რაც ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში, შევარდნაძიდან დღემდე მოყოლებული არის ფაქტობრივად. კი, ნამდვილად ვერ დაუკარგავთ, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ შეიცვალა უკეთესობისკენ კი, რა თქმა უნდა, დროც გავიდა თავისთავად, რაღაც ცივილურად მიუდგნენ, როგორც
ჩანს რიგი საკითხებს, ამიტომ არის ის საკითხები, რასაც ნამდვილად უნდა აქცენტი დავსვათ და ყურადღება გავამახვილოთ, როდესაც კარგი კეთდება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლების პერიოდში, აუცილებლად ამას უნდა ვხედავდეთ და უნდა აღვნიშნავდეთ. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია, გამარჯობა. ქრისტიანია. ჭეშმარიტად ახსნა, გმადლობთ. სიცი, კარგია ის 4 წლის გამოშვება, მაგრამ ამდენი ოპოზიციური პარტია რო ქვია, ფაქტიურად წმუნდებით რომ არ არსებობს ეს ყველა ან მოსყიდული ან უნაროა, ან არ ვიცი რა სამაშობია. აი კი, მადლობა დიდი, ეს კარგია რომ ხალხის პოზიცია კი გასაგებია, მაგრამ ვინმე ფიქრობს ამის მოგვარებას, ამ ხელა პრობლემის ფაქტიურად ვეყანავს კარგავს ხალხო, ვეყანას, ხვალზე აღარაფერი აღარ გვიშვებს რა. მადლობთ. მადლობა თქვენ ზარისთვის. ხშირად გვესმის, რომ პრობლემა გლობალურია, მიგრაცია ყველგან ხდება, ადამიანები მუდმივად გადაადგილდებიან უკეთესის შესაძლებლობის ძიებაში, თუმცა აქ პრობლემა კვლავ იქ არის, რომ ეს ადამიანები, ვინც გადაადგილდებიან სხვა ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში გამოდის, რომ იძულების წესით წლების განმავლობაში უწევთ იქ დარჩენა და სწორედ აქ მივდივართ დემოგრაფიულ პრობლემასთან, მიგრაცია და ამასთან ერთად შობადობის ნაკლებობა და სიკვდილიანობის ზრდა. როგორია ჩვენი ტელემაყურებლის პოზიცია გელოდებით 557 88 55 88 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ასევე განვაგრძოთ, რომ ეს პროცესი სისტემატიურად გრძელდება და ქვეყანა კარგავს საკუთარ მოქალაქეებს, ეს უკვე აღარ არის უბრალოდ გლობალური ტენდენცია, ეს არის კონკრეტული ქვეყნის შიდა გამოწვევა და რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო, ჩვენ ხშირად დავსვავთ ამ შეკითხვას. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი დგას არჩევანის წინაშე, დარჩეს და შეეგუოს იმ რეალობას, რაც აქვს, თუ წავიდეს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი უცხო გარემოში და იქაც ჩნდება კითხვა კი, მაგრამ როდესაც წავა უცხო ქვეყანაში, იქ კი შეძლებს, რომ აეწყოს და საკუთარი გეგმების სისრულეში მოიყვანოს და ძალიან ბევრი გაწმულებული ადამიანიც ვიცით. მოკლედ, ისევ და ისევ მივდივართ სახელმწიფოს მიდგომასთან და როგორ შეაფასებს ჩვენი შემდეგი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერშია, გამარჯობა. მოგესალმებით. ჭეშმარიტად, გმადლობთ. პრობლემა რომ სამწუხაროდ თქვენი ხმა არის მის კარგად, იქნებ დაგვირეკოთ თავიდან, ჩვენი საკონტაქტო იცით, ვინც გვიყურებთ ტელევიზიის საშუალებით, მონიტორზეც არის აღნიშნული, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ. დემოგრაფია, მიგრაცია, სოციალური პრობლემები. ეს ის საკითხია, რაზეც დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში ვსაუბრობთ. და ძირითადად პრობლემა არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, ახალგაზრდები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას და ეს ძალიან ცუდია, რასაკვირველია. მორიგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ. ისაუბრეთ სამწუხაროდ წყარი რეალობას იმას, რომ მაგერეს ახანს რომ გამოწეს თანება პოლის მოსავლის ფორმასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა რა არის? კარგია, მაგრამ ამ შეერ ბავშვებს რომ სკოლის ფორმას უწევს და ისიც რომ მანდა მაგერ სოციალურად დაუსრულებელი უფლება უფასება განხილული ფაქტია. ეს შეერ ბავშვები რო ყავს ამ ყველა საქართველოში და ტექნიკურ ფასადირო რო არ ფუნქციონირებს და შეერი რო დახდეს ეს ფორმები რო გამოუწევს რამატაკეთება ეგამბავი როგორ განიმართება ეგამბავი როგორ მანქანებს 200,000 ბავშვი თუმცილი არის გასული ქვეყნიდან არასრულოვანი ბავშვი 200,000 თავის მშობლებთან ერთად რა თქმა უნდა დატოვილი აქვს ქვეყანა და გასულები არიან კი დიახ ეხლა თქვენ მინდათ ასეთ სიტუაციას ვთქვა როცა ჩახტავს თავის აპატუმის თავზე გამოკეთავს ეს ყველა კარგად რაღაცა საქმეები მიაწერა თვითონ ბატონმა მერმა რაღაცა ლაპარაკა ყველა ბოდოებში არის ამ შეხვედრაში და ეს ხო აქციული და სადამდე უნდა იყოს ეს ხალხი აქ ხრები
პირდაპირ მნიშვნელობა. ხო შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც წინამძღვრად იქცევა, როგორ მიყვარს თქვენი კარგი პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანი მირმა ინაშვილი და როგორ გული დამწყდა, რომ ცოტა ხანი პაუზა გააკეთა, ასე რომ ვთქვათ და არ ვიცი რა დაპირეს, იმედია რაღაცას დააპირეს და იმედია დაძვრა იქნება რაღაც ცვლილება, საჭირო ხალხო გამოფხიზნოს ყველამ და გაიგვიძეთ, რეალობაში გაიგვიძეთ. ლუქსინავს, ლუქურებს, იმებს და რუსთავიო, ყველაფერი კარგად რო არის. ყველაფერი ლამაზად არის. იო, მორთა და გაჭავდა, სერიალები, გამოგიწევს თავები, გახარდა ისინი და და ეგრე არ არის. შემოგევლეთ, უნდა გამოვიდეს. ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს, პირდაპირ უნდა გამოვიდეს. საპატრიარქო უნდა დაუდგეს კაფკას გვერდზე და არიცე ლამაზად უნდა გაგწეს ყველაფერი. არანაირი აქტუალების გატარდა, მაგრამ ფეგას რაც მოხდა. არანაირი აქტუალები აღარაა, საჭირო. ვაჯამდები უნდა გაიშვეს, საპატაო სამალავე ვაჯამდებს უნდა გამოჩნდეს წინამძღვარი, რომ ამ ხალხს არ უძგეს. აი ესე თუ შეიძლება რამე და ასე თუ შეიძლება საქართველოს თუ არა. საქართველოს ხალხი 20-30 წლებიან ეთერი როგორც არაფერი და მერე უკვე ალბათ ისინი ცხოვრებას დავუწყდეს. დიახ, მადლობა თქვენს არისთვის. აუცილებლად ორიოდე სიტყვით მეც თუ შეიძლება მოგახსენებთ, ქალბატონი ირმა ინაშვილი ახსენეთ. ამან აიღო პაუზა, ასე ბრძანეთ თქვენ ქალბატონი ირმას ნახვის შესაძლებლობა, ასევე პირდაპირ ეთერში გასაუბრების შესაძლებლობა კვირის განმავლობაში ძალიან ხშირად გაქვთ. ის საუბრობს როგორც პოლიტიკურ პროცესებზე, მისი პოლიტიკური შეხედულებები თქვენთვის სრულიად ცნობილია და რაც შეეხება ასევე ახსენეთ თქვენ სკოლის ფორმები, რომელიც როგორც ვიცით უკვე გადაწყვეტილია, გარკვეული თანხაც აღნიშნეს დაახლოებით 150 ლარამდე თუ არ ვცდები და აქ გადაწყვეტილების ზღვარზე არიან, ანუ უშუალოდ მშობელი უზრუნველყოფს თუ სხვა კონკრეტული განათლების მიმართულებით იქნება კონკრეტული სამსახური ჩართული, მოკლედ ეს ის თემაა, რაზეც მუშაობენ. თქვენ იცით, რომ მაშინ როდესაც ესე ვთქვათ, დიახ, აქტიურად იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, წინა საარჩევნოდ და ამის შესაძლებლობა ჰქონდა ქალბატონი ირმენაშვილს ძალიან საინტერესო ინიციატივაც ჰქონდა უფასო კვება სკოლებში და ის ყურადღებას ამახვილებდა ნისიების რვეულზე, რომელიც საკმაოდ ხშირი იყო სამწუხაროდ ბუფეტებში და ეს მე მგონი ძალიან დიდ სირცხულთან არის, ხო? დაკავშირებული დამეთანხმებით, როდესაც ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა რომ შეიძინონ სასურველი ფუნთუშა ბუფეტში და ნისიების როლზე აქტიურად იყო საუბარი. რა საკეთებს ამ დროს სახელმწიფო? დიახ, ეს კითხვა ჩდება, რა თქმა უნდა, აი ამ მიმართულებით თუნდაც რატომ არ არის შემუშავებული ისეთი გეგმა, რომ ჩვენ არ გვიწევდეს ასეთ საკითხებზე საუბარი. ის ხომ პირდაპირ ვალდებულია და პასუხისმგებელიც, რომ ადამიანების ქვეყნის მოქალაქე კეთილდღეობაზე იზრუნოს. პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა პატივსემულო. დიახ, გისმენთ. მე მინდა ჩემი აზრი გამოვხატო და გითხრათ რა შეასახმე. დიახ. პირველ რიგში რომ ვყურებთ რომ ეს ამდენი პრობლემები არის ქვეყანაში, ეს პრობლემები არასოდეს არ გავთავდება, სანამ ადამიანებს გულში ექნებათ უსამართლობის გრძნობა. თუ სასამართლო, მოსამართლე, პოლიცია, ჯარი სწორად და კარგად არ იმართება, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. თუ მე ვგზნობ თავს, რომ ვიჩაგრების სასამართლოს მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, არაფერი არ ეშველება. ერთადერთი სწორი გზა არის, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და სწორი სასამართლო. რომ მე ყველაფერი თავისით დალაგდება. უბრალოდ მიუშვით ხალხი მერე და ყველაფერი დალაგდება. ის გლეხი ადამიანი იქნება, ბიზნესმენი იქნება, მცირე მეწარმე იქნება თუ ვინც იქნება, რომ ივა სასამართლოში და სიმართლეს რომ ნახავს და იპოვის და არ დაიჩაგრება, ყველაფერი მოწესრიგდება და თავის ადგილზე დადგება. მაგრამ ამის ინება არ აქვს არც სახელმწიფოს და რაღაცნაირად სიმართლე რო ვთქვა კიდე ქართველი ხალხიც მივეჩვიეთ. აი ესე რო იტყვიან ცოტა გვერდის აულას სიმართლის მხრივ და რაღაცა
ესეთი რაღაცეები და არ არის ეს სწორი. საჭირო არის კანონების დაცვა, დისციპლინის დაცვა და მიყოლა ამ კანონების. როგორც ოჯახში თუ არ არის დისციპლინა და სამართლიანობა, ოჯახი ვერ გაიხარებს. ასეა საქართველოს. დიახ, მადლობა თქვენ ზარისთვის, პოზიციისთვის. 557-88-95 ბოდიშით 557-88-95 გვიკავშირდებით, საუბრობთ დემოგრაფიულ საკითხზე, ასევე მიგრაცია და სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყანაში, როგორია თქვენი აზრი. და მაშინ, როდესაც თქვათ სახელმწიფო წარმომადგენლობა ხშირად საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, რეფორმებზე, შესაძლებლობებზე, მაშინ ჩნდება ძალიან პირდაპირი და მნიშვნელოვანი კითხვაც, თუ რატომ ასე ყველაფერი ვითარდება, რატომ არ რჩებიან ადამიანები საკუთარ ქვეყანაში, თან ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ძირითადად ახალგაზრდები, განათლებულები, ის ადამიანები, ვისაც აქვთ ძალიან დიდი რესურსი, რომ საქართველოში საკუთარ ქვეყანას მოახმარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება, რატომ ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, და სწორედ ამას მივყავართ ჩვენ დემოგრაფიულ პრობლემასთან. ასევე შეიძლება პრობლემა მხოლოდ შემოსავლებში არ არის, შეიძლება საქმე უფრო ღრმა, ნდობაში, სტაბილურობაში, ასევე სამართლიანობის განცდაშია, იმაში თუ რამდენად გრძნობს ადამიანი, რომ ამ გარემოში მას პერსპექტივა აქვს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მიაჩნია ადამიანს, რომ სრულიად უიმედოა, შესაძლოა პერსპექტივა არ ჰქონდეს მას საკუთარ ქვეყანაში, ეს განაპირობებდეს ასევე იმას, რომ საკუთარი ბედი სხვა ქვეყანაში ეძიოს. როგორია თქვენი აზრი, თქვენი დამოკიდებულება, ველოდებით მაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობა. ისაუბრეთ, ქალბატონო, გისმენთ. დიახ, სამწუხაროდ გაითიშა, დიახ, მაყურებლის ზარი, ამიტომ დაველოდოთ შემდეგ მსმენელს, რომელიც დაგვიკავშირდება ჩვენ საკონტაქტო ნომერზე, იცით, ობიექტივის ეთერში. გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვა და ვსაუბრობთ დემოგრაფიულ საკითხზე, მიგრაციაზე მათ შორის, თქვენი შეხედულებები ამ თემებთან მიმართებით, როგორია გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით. გამარჯობათ. ილოცავთ ალბომის ამ ფრინველის ვიდეოს. მეც კი ილოცავთ, გმადლობთ. დიდი მადლობა. შევადომშორება, როგორ უნდა მივხედოთ და როგორ უნდა მივხედოთ საერთოდ დემოგრაფიის დას, როდესაც თუმცა 100 ბავშვი ჩვენ მივხედია. მე ალბათო უნდა საუბრობ პერამუსული. ისეთი მართლა სად ჯდება, ან მე პირადად მაგამ მაინტერესებს ისეთი მიზეზი, თუნდაც არსებობს რაღაც მედიკამენტები, რაღაცები და განა რა უნდა გაჩდეს და რა უნდა ვერ უნდა მოხერხდეს ისე რომ ამ 100 ბავშვისთვის გამოიყოს რაღაცა ბიუჯეტი სახელმწიფო. აი ეხლა მშობელი ხორატმოზე დადგება და შესაბამისად იფიქრებს თუ არა მე მომავალი მშობელი რომ ყველაში არის წერია ჩემთვის რომ მე გაუჭირდეს ესე იგი მე არავის იმედი არ მქონდეს ეს ერთი ასევე ძალიან საინტერესო ვისაუბრა და ციფრები დაასახელა ალბათო რომ 24000 ეს ახლა არ იქნება მგონი ისე აღებული ისეთი ციფრი 24000 ეს იგი კაცი თუ ბიზნესმენი თუ ეს ოლიგარქი თუ ყოფილი რომელიც ხოლო ამათ აქვს ხელფასები რაც ჩამოწვალა ეს ახმოვებით და 1000-დან 100000 და 100. ხო და შესაბამისად იცით რა ეხლა 24000 კაცი თუ მარტო 24000 კაცი ხდება ამ ციფრებში საინტერესოა ის რომ შესაძლოა 800 ლარი აქვს ხელფასი ან დამლაგებელს ან იმასა და ხათული და 1500 ლარი ქონდა დღევანდელი ხა ჩვენი ლარის რეალიზაციის პირობებზე რა უნდა გქოს იმან როგორი მეტი თუ არ იქნოს რომ იმან ერი გაამრავლოს ან და საჭალი ახლა მე არბიდა წარესიმაკია დღეს იმიტომ რომ კონსტიტუცია არის უმაღლეს დონეზე აყვანილი დღეს რა
სამწუხაროდ ქალის უმრავლესობა დაკავებულია იმით, რომ ფული იშოვოს. ამა თუ ისეთ ასე თუ ისე და არა, იმაზე არ არის მიმართული იფიქროს, რომ მაინდა-მაინც გავიჭირვებ, გავიოცებ. აი ესეთი რეალობები არსებობს სამწუხაროდ. აი მე ძალიან მწეს ამის საუბარი, მაგრამ რო გადახედოთ ეს ახლა კიდე გამოკითხვით, კიდე რამე სოციოლოგიური კვლევით, ეს აუცილებლად ამ ხრივად ძალიან ცუციფერზე გავართ რა. მიგრაცია ვამბობთ და აქედან გადის ყველა ახალგაზრდა და რატომ გარბის ესე ხო? რატომ გარბის ამის უამრავი არგუმენტი არსებობს რა. ისწავლა რაღაცა მოახერხა, თუმცა ეს არ არის ბევრზე საუბარი, ეს არის რაღაც ერთეულებზე საუბარი. მაგრამ აქ რაღაც ზებით, საუკეთესის რაღაცა სამომავლო პერსპექტივები, ვიღაცა თანამდებობაზე რო დგას, თუ მუშტი და უთხრა, შენ კი იცი, მაგრამ რაღაცა არიცი და ეს ჩვენთან არის ესეთი რაღაცა ბიუროკრატიული და ისეთი ჩაგვრითი ისინი რა. ხო, ამიტომ იმან აქეთ დაიხედა, იქით გამოიხედა, რაკრას ვისწავლე, ვიშრომე, მაგრამ თურმე ამ ჩემი ადგილი არ ყოფილა. ასევე არის თუ არა აქ ვიღაცისგან ამ შემთხვევაში სახელმწიფოსგან და მმართველებისგან უმრავლესობის მხრიდან არ არის სწორი მიმართულება დაგეგმილი ის რომ ის არ გაგიქცეს საზღვარგარეთ. არა, ვერ აი რა შეიძლება დავასახელოთ ახლა ისეთი ქმედებები, რომ ჩვენ რატომ ტოვებთ ახალგაზრდებს საქართველოში. აი რა პერსპექტივა აქვს დაუშვათ, რომელმაც დიდად იურისდიქციაში, დიდად ინჟინერიაში, მწვედის ინჟინერიაში ხო დაღუპულია საერთოდ. აი ის არის ჭავჭავაძის 30 ის მე რომ მომწაო, ხო? ესე და ვიცი სწავლა და აი გაიცა საზღვარგარეთ, იმიტომ რომ დაიტაცა იმან, ის ჭკვიანია ის ევროპა გონია, ჭკვიანია, დაიტაცა იმან ცოდნა. შენ დაგიტოვა აქ ისა. ან ვაფშე საერთოდ გამოგიგზავნა ვიღა და ამას უხადე სამმაგი და აგერ თუ კიდე გაკოტრდი და თუ არა და რა ვიცი. დიახ. აი ეს ნამდვილად, სრულიად გეთანხმებით, სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობთ ჩვენ და ძალიან კარგად აღნიშნეთ თქვენც ის პრობლემა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროა, სრულიად გეთანხმებით თქვენს პათოს. დიდი მადლობა. 557 88 55 88. ეს ჩვენი საკონტაქტო ნომერი გახლავთ. საუბრობთ დემოგრაფიულ საკითხზე, ასევე მიგრაცია. როგორია თქვენი პოზიცია? გამარჯობა. რაც საკითხია ქალბატონო? საუბრობთ დემოგრაფიულ საკითხზე, ასევე მიგრაცია, სოციალური პრობლემა, ის რაც რეალურად გვაწუხებს დღეს ჩვენ. შეგიძლიათ თქვენც ისაუბროთ. ვისაც შეუძლია მაგის გადაწყვეტა, იმას უნდა მოთხოვოს ხალხმა, რომ ეს ყველაფერი რასაგვარებენ მაგინი, ვერც მიგრაციას, ვერც ემიგრაციას, ვერაფერს ვერ აგვარებენ და კიდე არ ვიცი რასაგვარებენ ეს მთავრობა, ვინ უნდა მოაგვაროს. თვითონ რევენ ყიდიან ყველაფერს. და მე სამისთვის უნდა დამოუკიდებლობა, რომ თურქეთი რა კაია, 33% მიიტაცა არა ოკუპანტი, რუსეთი ოკუპანტია. თუ რუსეთია, მაშინ თურქეთიც იყოს. რატომ აკეთებენ ასე ანსხვავებენ, ასე გაზარდეს ეს საწოდავი ახალგაზრდობა კაის გლახავს, ვერ არჩევენ. არ ვიცი რას დაამსგავს ეს, ყველა არა, მაგრამ უდედმამოთ გაზრდილი ახალგაზრდები, რას ამბობენ, რა უნდა თვითონაც არიციან, საწოდავი ხალხია დღეს საქართველოში, საქართველო არის ქალბატონო, უპატრონო, ობოლი, განწირული ყველაფერი ცუდიზა. ასეთია ჩემი აზრი. დიახ, მადლობა თქვენც არისთვის, ნახვამდის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ჩვენ ვამბობთ, რა თქმა უნდა, იმ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც მაგალითად საქსტატის ეროვნული სააგენტო გვიზიარებს ხოლმე, მათ შორის სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებსაც არაერთხელ ვსაუბრიათ, თუმცა ჩვენ სულ სხვა რეალობას ვხედავთ და მეთანხმებით, მაგრამ თუ ეს ზრდა ადამიანებზე არ მოდის, თუ ის არ იგრძნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ საინტერესოა რას ნიშნავს ეს ზრდა რეალურად, ხო? როგორ შეიძლება რომ გავიგოთ? ჩვენ ვსაუბრობთ დემოგრაფიულ პრობლემებზე, დაბალშობადობაზე მათ შორის, მაგრამ როგორ უნდა დაგეგმოს ადამიანმა მომავალი იქ, სადაც საკუთარი დღევანდელიც არ აქვს სტაბილური და პირდაპირ მნიშვნელობით აი ეს რამოდენიმე თემა, იმიტომ შევარჩიეთ, რომ ესე ჯაჭვისებურად არის რეალურად გადამული ერთმანეთთან დაკავშირებული და სწორედ მივდივართ იქ, რომ ადამიანებს უჩნდებათ სურვილი დატოვონ ჩვენი ქვეყანა. მოგესალმებით თქვენც ისაუბრეთ.
მოგესალმებით ქალბატონო შორენა. გამარჯობა. ქალბატონო შორენა. აი თქვენ რომ მეყავთ გადაცემა დემოგრაფიას როხები. მე მინდა ერთი რამდენიმე ათეული თვით უკან დავბრუნდე, იმიტომ რომ დიახ. შედარება მინდა გავაკეთო. ოღონდ ძალიან თოთ სწორად გამიგოთ, ის არ გამიგოთ, რომ ძალიან მივსტიროდა იმ კომუნისტურ რეჟიმს, მაგრამ მაშინ საბჭოთა საქართველოში გამრავლება იყო მრავლდებოდა ერი როდესაც ჩვენ ეროვნული მთავრობა კი არა მოსკოვიდან ვიმართებოდით და მაშინ გამრავლება დასაქმება შედარებით მეტი იყო ვიდრე დამოუკიდებლობის მერე რასაც ხედავთ ემიგრაციაში ხალხი იმიტომ მიდის რომ აქ დაუსაქმებელია საქართველოში არის წარმოება არაფერი ხონდა დასაქმდეს ლუკმაკური როიშოვოს საზღვარგარეთ იმიტომ მიდის ჩვენი ახალგაზრდა ზოგი ოჯახსწორებს და მარტო მიდის როგორ იქნება გამრავლება ზოგი ცოლქმარიათად მიდის და იქ ნაკლებად ხდება გამრავლება მაგრამ შედარებით ხო ძალიან ჩამორჩენილი ვარ ამ ხრევ და ყველაფერი ამის მიზეზი ის არის რომ ამ სიტუქჭირეში არავის არ უნდა ზედმეტი კვირთის აკეთვა ეს არის ძირითადი მიზეზი ემიგრაციაში მე დიდი ხანი ვიყავი ახლა უკვე ასაკოვანი ვარ და არ დავდივარ ცოტა უკვე ხანში შესული იქნება და არ დავდივარ ყველა იმიტომ მიდის რომ რაღაცა იშოვოს იმიტომ რამე რომ დასაქმე მithom ეს არ ეხება ჩვენს ქვეყანას ჩვენს მთავრობას არაფერ შუაში არ აქვს მაინც რომ ეროვნული თავი არ ყავდა მაშინ იყო გამრავლება დამოუკიდებლობის მერე არ მირახავს და არც ერთი ეროვნული რომელიც ამაზე ფიქრობდა და რა გარანტია ყავდა ზეგრო იქნება ეროვნული და როგორ გამრავლდება ყველაფერის მიზეზი ის არის რომ არის წარმოება არაფერი ჩვენთან ამიტომ გადის ხალხი და მიზეზი არის ეს და შედეგი გვაქვს სახეზე უკან და უკან მივდივარ ჩვენს რეგიონში თქვენ რო იცოდეთ ათეულობით გარდაცვლილის მოდის ერთი ან მაქსიმუმ ორი დაბადებული და სად იქნება გამრავლება აი ასეთი მდგომარეობა გავსად ყველა მიწის მიზეზი რა არის დიდი ბოდიში სწორი ბრძანდებით რას ბრძანებთ პირიქით მადლობა თქვენ რომ გვიკავშირდებით და ესე საინტერესოდ თქვენს აზრს ბრძანებთ კი დემოგრაფიული პრობლემა ნამდვილად არის ჩვენს ქვეყანაში დაბალი შობადობა და თქვენ პირდაპირ დაუკავშირეთ რომ როგორ იქნება შობადობა და გამრავლება როდესაც ნებით თუ უნებლიეთ ხშირ შემთხვევაში იძულების წესით უწევთ ოჯახებს რამოდენიმე წლის განმავლობაში გამოემშვიდობოს ერთმანეთს ხომ მორიგი მაყურებელი ხაზია გისმენთ თქვენს გამარჯობა გამარჯობა დიახ გისმენთ გისმენთ ისაუბრეთ კი მომიხდე ხელა თქვენს წინ გამოსვლას უნდა გავსე პასუხი და მე კიდე ქალბატონს უნდა გავსე პასუხი კიდე გამოდიოდა შობადობა და ისაო შობადობას მომიხდე შობადობა რას ნიშნავს მე გამოდიოდა მე ძალიან ბევრჯერ ვიყავი ემიგრაციაში მე სიათურელი კაცი ვარ და ჯერ 70 წლის ვარ და ჯერ ემიგრაციაში გავხდოდა აი ეგ რო ემიგრაციაში იყო რატო იყო წათრეული იმდენ უხნარა იყო ხურეგრიარი არა უარგისი იყო და არ არგოდა თავის ქვეყანასა და დევიდა მე ემიგრაციაში რა უნდა გაგრძელოს აი რატომ იცით რა დარჩით თუ შეიძლება ხაზე რა დასული ემიგრაციაში რომელიც რო ქვეყანას მოუდას რაღაც სიგეთეს თუ შეიძლება იყავით ხაზე რა მე შემოვალ თქვენთან პოლემიკაში თქვენ ისნებართვით დარწმუნებული ვარ არაერთი მაყურებელს დაინტერესდება ნახეთ თქვენი პოზიცია კარგი ტელეფონი მეხარჯება არც ემიგრაციაში ვარ და არცა და როგორ და გასაგებია თუმცა შილობა და უხნარობა კიდე რასაც
მე თქვენ ვერ შეგასწავლით გამოცხული. იცით რა არის, ნახეთ, მე მექნება შეკითხვა თქვენთან თუ შეიძლება, ანუ თქვენ უქნარას უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსდან მიდის და ცდილობს რომ თქვა სხვა ქვეყანაში. რატომ, იცით რა არის, უქნარას რატომ უწოდებთ? ისინი რომ მიდიან სხვა ქვეყანაში, იქაც ხომ შრომობენ. ეს იმას ნიშნავს, ერთი წუთით რა გთხოვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას იქ ის შრომა უფრო უფასდება ვიდრე საქართველოში. ამიტომ მიდის. იძულების წესით. მე თუ 70 წელიწადი დავიფასა საქართველოში შრომა, იმ გერდამოწყოს არ დაუფასა. კორექტულად რა, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. გასაგებია თქვენი დამოკიდებულება, გთხოვთ იყოთ კორექტული და ისე შემოგვერთდეთ შემდეგში პირდაპირ ეთერში. 5-5-7-98-55, შემდეგ მაყურებელს შეუძლია დაიწყოს საუბარი, გამარჯობათ. გამარჯობა, ბატონო შორენე. დიახ. ეხლა მე მეზობელი მყავს ორი, რომელიც სავითა ემიგრაციაში და რატო გეტყვი. კომუნისტების დროს ცხოვრობდნენ, მაგრამ არაფერი არ აყალდა. აქ რო გაუწევდა, ადგენდა და გაიქცა და წავიდნენ ემიგრაციაში, იმიტომ რომ ფული უნდა გაიგე, სიმდიდრეს იყვნენ შექმნილები. და იმიტომ რომ მამაჩემი ფულიც ქონდა, ღარიბიც ქონდა, იყო, მაგრამ არ წავიდა ემიგრაციაში. უფრო მეტი წილი მიდიან, რომელსაც ქონება ქონდა კომუნისტების დროს და ფული შემოაკლდათ, რა ეკნა, უფლებას ვერ მოწყდნენ, წავიდნენ ემიგრაციაში. ეს ხომ ერთეულებზია საუბარი, როდესაც ჩვენ გადაცემაში ვსაუბრობთ მიგრაციაზე, ესე იგი აქ მასას მოვიხსენიებთ ჩვენ, ეს ერთეული შემთხვევებია. აი, ქალბატონო შორენა, მე გეტყვი სამი მეზობელი ცხოვრობდა ფუფუნებაში. დიახ. ზუსტად ისინი წავიდნენ, ზოგი ამერიკაში, ზოგი საფრანგეთში, ზოგი რუსეთში, რომლებმაც სურათები გადაიღეს ფულებთან ერთად და ბლატაობენ, აი რამოდენა ფული ვიშოვე. და ზოგი მიდის კეთილსინდისიე. ერთი მეზობელი ყავს კიდე, რომელიც ღარიბი იყო, იმის გამო წავიდა, რომ სახში რაღაცა გაეკეთა. ან შიფერი დაეფარა, ან ჭერი გაეკეთა რაღაცა. ის შუათი მithore. მეტი წილი მიდი, ვის კომუნისტების დროს კარგად ცხოვრობდა, ფული შემოაკლდა და ფუფუნებაში ვეღარ ცხოვრობდა. აი ეგეთები მიდიან მეტი წილი. კარგით, გავიგეთ თქვენი აზრით. დიდი მადლობა პოზიციისთვის. ნახვამდის 5-5-7-98-55-88. ეს იცით უკვე რომ ჩვენი უცვლელი საკონტაქტო ნომერია. მე ხშირად მიწევს ამ ნომრის გამოცხადება, ვინაიდან ვინც ახლად შემოგვიერთდება, არ ქონდეს პრობლემა და არ დაყონდეს თუ როგორ დაგვეკავშირდეს. დღევანდელ ინტერაქტივში ვსაუბრობთ საკითხზე, ეს არის დემოგრაფია, შობადობის შემცირება, მიგრაცია, სოციალური ეკონომიკური პრობლემები, ეს ის თემებია, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაშუქებთ და არაერთ პოზიციას ვისმენთ. რეალურად ამ გადაცემის არსიც ეს არის, რომ გავცვალოთ აზრი და მიგრაცია ისევ და ისევ აქ რჩება ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა წარიელდება არა ფიზიკურად ერთ დღეში, არამედ შიგნიდან, რაზეც ასე ვთქვათ, გულწრფელად საუბრობს მაყურებელი, რჩება კითხვები, რომელზეც პასუხი სამწუხაროდ არ გვაქვს, რატომ ვერ გვქნით ისეთ გარემო, სადაც ადამიანები დარჩენას აირჩევენ და რატომ არის წასვლა უფრო მარტივი, ვიდრე დარჩენა და ყველა შემთხვევაში მივდივართ იქ, რომ საქართველოში არის ნამდვილად არის სოციალური პრობლემა და ეს არის ის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ძალიან ბევრი ქართველია, ვინც ქვეყნის სხვადასხვა საზღვრებს იქეთ, სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული. დიდი მადლობა ჩვენს თითოეულ ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, ვინც გვიკავშირდებოდით, მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, ან უბრალოდ ვერ მიიღეთ და გვისმენდით, გვადევნებდით თვალყურს. დღევანდელი ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, მე შორენა ჭიაურელი ვარ. მომავალ კვირას ისევ დაგიბრუნდებით, ბუნებრივია ახალი საკითხით, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ნახვამდის.